გამარჯობა. მიხა შენახარ. ვერ გიცანი ეს ჩემი ყულულებიანი ბიჭი. იმით ანწერწეტა მიზის. კარგი ხო, ხმას აღარ ამოვიღებ. არც მე. შევთანხმდით? შევთანხმდით. ძალიან კარგი. ელენე სადაა? წავიდა. საწავიდა. სახიდან წავიდა. მიხდა ოჯახში ქალიც შენ რომ იყავი და კაციც და რა იქნა. მიკა, ხო შევთანხმდით ეგეთები არ გვინდა თქო. ექს უკნეზე მიხარ. კარგი, ახლა მართლა სად წავიდა? ბათუმში წავიდა კონფერენცია. ხოჭდა მე არაფერი დამიბარა? კი, ჟოზეს უთხარი კარამელი ჟოზე გააკეთეს და საყვარელია, ლაშას უთხარი ბოთეა. ბოთეს მოგცე მე შენ, ბოთეს. მე რა შუაშუა დედამ დამიბარა. ისე დედა მეც დამიბარა შენთან რაღაც. გაკვეთილი ისწავლოსო. არ ვისწავლი. რატო? რო გამისდეს? რო არ გაგიცდეს? კარგი და ლაშები და სულ რაღაცებს რატო ფიქრობ? მოდი ახლა ისწავლე, მოდი. რა გაქვს სწავლი ისტორიაში? არ მიყვარს რა ისტორია, აი რაღაცნაირ ბოროტი საგანია. რატოა ბოროტი საგანი? იმიტომ რომ გასწავლია ვინ როდის მოკვდა, ვინ ვის ეომა, ესა, ისა, ბოროტი ამარ რა არის. და კეთილი რომელია? კეთილი საგანი არის გეოგრაფია. გასწავლია რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალია ევერესტი და გიხარია. რანაირი მიმიკა აქ და გამომეტყველება ვერ გავიგე რა უნდა საერთოდ ვერ გამოვიტანე უნდა რაღაცა აზრი ხო უნდა კონდეს რა უნდა ვერ გავიგე ტელევიზორს უყურებ? ხო უხმოდ? ხო უხმოდ უნდა დავიტანჯო მე ღირსი ვარ აი ესე ვერ უნდა გავიგო რა ხდება და ღირსი ვარ ხო აი ეს ფარდებიც იმიტომ ჩამოვაფარე რომ არ მინდა რომ შუქი არ ვარ მე ღირსი რომ ჩემ სახში ბზის ხილები შემოდიოდეს აი ეს უნდა ვიწვალო მე და უნდა დავიტანჯო თქვენი სპექტაკლი როდის არის ზეგ კარგი ზეგამდე მაშინ ასე დავიტანჯები ზეგ თქვენ სპექტაკლზე ღირსი ვარ მთელი დღე ვიждები სახში ფეხს არ გავადგავ საერთოდ გარეთ ვივლი მარტო ხამით და გავხდები ხამის პაატა აი იმ დიდი შავი ძაღლის არ გეშინია ღამღამობით რომ დარბის ჩვენ სეზონში უი ხო მართალი ხარ მაშინ ღამე აღარ გავა და გავხდები დილით ადრე დილის პაატა გავხდები აბა რა ვქნა ალეონის პაატა გავხდები დინეის გახდი და მანამდე ჩემი ღვინო მომეცი რა ღვინო ჩემი ღვინო რომ დაგიტოვე სანამ წავიდოდი მომეცი პირდო რა მოიცე სადაა მომხ ვერ მოხსენ რატო იმიტომ რომ აორთქდა რა აორთქდა როგორ აორთქდა აი ეგრე აორთქდა აი მანზე ხო იდოის ბოცა მე ჯერ იდო მე ეყარა ხო და რო ეყარა აორთქდა მე ატეხე გაგავტეხე რა გაგატყდა როგორ გატყდა როგორ გატყდა და აივანზე ხო იდო ის ბოცა აივანზე
ხო და ეგრე წამოვიდა სიტყვა და დასეტყვა და გაწყდა რა ჩემი ბრალი. შენ სად იყავი? ვერ მიხედე შედალოცი როგორ სიტყვა რო წამოვიდა ვერ მიხედე იმას იმ ბოთს? ვიყავი ბატონო ფიდუდა სიტყვა რო წამოვიდა ესე დიდი სიტყვები ხომ მოდიოდა გამიხარდა. გავარდი გარეთ გიჟივით მარტო დავრბოდი და უშვერდი თავს ამ სიტყვას და პირაკუნებე რა კარგი რა კარგი იყო ეს კოპები რომ ამომივიდა ბატონო რომ ტანჯეო და უნდა გენახათ ბატონო ფიდონ დამღუპე შენმე დამღუპე რა ვქნა ეხლა მე მიდი სად მივიდე მიდი მეჩხუბე ბატონო ფიდონ გირსუა მე უნდა დავიტანჯო მიდი ხელი შენახე თუ გინდა ბატონო ფიდონ ხელი შენახე ბატონო ფიდონ მეჩხუბე მიდი შეგეხო რა შეგეხო აზრი არა შეთალაპარაკს რა კარგი ახლა ისწავლება რა გაგსასწავლი მაგ ბოროტ საგანში რა მაქვს და მეორე მსოფლიო ისე გაშევიდა მეორე მსოფლიო მე რატო ქვია ამას იმიტომ რომ პირველი იყო უკვე და უფრო მანამდე არ იყო მედი კი იყო მაგრამ მანამდე არ ითვლიდნენ ნიკა ხო ან თლა არ იცოდნენ და იმიტომ და ისწავლე კაცო რაღაცას კითხულობენ ვაშაბიდია ჰიტლერი უფრო ძლიერი იყო თუ სტალინი? სტალინი თუ ბეტმენი? რა ბეტმენი ისწავლე რა არ მინდა ვერ გოგობდა რა ხია ნიკა არ ესწავლე არ ვისწავლი და მასტარს გაგიკეთებ ნიკა უნდა ისწავლე არ ვისწავლი და ლუცა მოგიტან ნიკა ხო ისწავლე არ ვისწავლი და კარგ ფილმს გადმოგიწერ და უყურე ლუცთან ერთად ჰა ნიკა გეხვეწები უნდა ისწავლო ნიკა აცია რა რა გინდათ ხალხო ჩემგან ვერაფერში ვერ გამოიყენე მეჭხუბე რა ნორმალურად თუ მეჭხუბები რა დაიწყე მეჭხუბე რა სხვა რამე უნდა მოვიფიქრო რა ეს არ გამოვა აზრი არა ათამათთან ლაპარაკს ალო პიცა მინდა ყველაზე დიდი ზომის და ყველაზე ძვირიანი 4 პიცა მინდა ხო ყველაზე 4 პიცა ყველაზე დიდი ზომა, კარგი, მადლობა. აი, ხო, გამოყვი დეპრესიიდან. პიცას რო უკეთო. არა, ეს პიცა იმიტომ შეუკეთო ბატონო პროფესორი, რომ ყველაზე დიდი ზომის და ყველაზე ძვირიანი უთხაიო, მომოვლე ფული დამაკლდეს და ხერხულ მდგომარეობაში ჩავა. რა? ეს რა ყორანი მოგიყვანე რა ეს ნეგატიური ფრინველია. გუნავს ადამიანს და ის ეკაც დეპრესიაშია და პატივს ემხო რა. ყოველთვის მინდა პატივი მეცა შენთვის შენი აბაზანით რო საგებ. მადლობა. სახელი რა ქვია? სახელი ისა ვერ გავარკვიე დეზალიათ მამალი და ნუკრი დავარ. შენ სახელი გასაგები თგუნავს ესე კი თგუნავს ხო დაგიტოვე ყოველ კარგი დიდი მადლობა რა ვაჭამ ნაჭამია უკვე ხო მაგრამ მე რა ვაჭამ ლეში ხო ნაჭამია მადლობა ბატონო პროფესორი ისე თგუნავს ეს დიდი ნუკრი დამთგუნე ნუკრი გამოვიდა ახლა ეს ყავდა ბექა ბაყაყი და ახლა ყავს ნუკრი ყვავი რა არაფერი არ შეცვლა იყო ყიყი გახდა ყვაყვა არანიკა არც 15 სურვილი არ მინდა დადექი და ისწავლე კარგი აი კარებს გახ არა მე გავაღებ გარს გადი შენი სწავლის სადი მაშა მოგდაინდონო ვიცოლა ნამცხვრის გამოწყობა უნდა მასწავლო
ნამცხრის გამოცხობა როგორი რა ნამცხრის აბა მე რა ნამცხრის აბა მე რა ნამცხრის და ჟოზეს ნამცხრის რა ლაშა დაგავიწყდა შეხომ ჟოზე ხარ დამავიწყდა რომ იცოდი თქვენ რომ ჟოზე მე ვარ ეგ დამავიწყდა კი ბატონო რა ნამცხრის გაკეთება გინდა რომელიც შოკოლადით რო იცი შოკოლადით შოკოლადის წალკოტი ხო კი ბატონო აი აქ არის და ვნახოთ ხო ლაშა იმ დღეს შემხვდა ჩემი ინდირას დამრიგებელი და დავპატიჟე ყავაზე ხო და დამირეკა დღეს და მოვალ შენთანო დედა სადამდე მივიდა ეს ხალხი შიშით ვერ დაგიპატიჟია ვერსა ერთი დაპატიჟებითი მისვლა გამიგონია ვინა ხალხი არისო რა ნამდვილად ხო და გამცხარი მინდა გავაკეთო და ხო დამეხმარები ლაშა აი ნახე ვიბიძე რაღაცა დამჭირდება თქო და წამოვიღე მიქსერი მე და ენაცხალო ჩემი ინდირა გამომიგზავნა საბერძნეთი და თვალის ჩინივით უფრთხილდები ხო დამეხმარები ლაშიკო დაგეხმარებით უბრალოდ ახლა დრო მჭირდება გავიაზრო რა მითხარი ხო აი ნახოთ აი თქვენ ნახეთ აქ რა ჭირდება აი ინგრედიენტები და მანამდე მე კარს დავაღებ აი ერთი მოგდანით გამარჯობა როგორ ჩაიარა გასტროლებმა კარგად ძალიან კარგად დაინგრა დარბაზი გამარჯობა პატრონ მოგესალმებით მე დასაკეთეთ რაზან ამხოს ვაცხობთ ისევ ჟოზეზე რა ხო დაჯექი ისეთი ამბავი უნდა მოგიყვე მოკლედ დამთავრდა სპექტაკლი ყვავილები ოვაციები როგორც ყოველთვის და გავიხედე და დავინახე ჩემს გერმოდის ჟოზე მოვიდა ჩვენთან მოვიდა ყვავილები მომიტანა ყვავილები მომიტანა ბიჭებმა იხუმრეს კიდეც მაგრამ ყვავილების მოტანას დავსკვარი მოეტანა საოცარი ესე იგი როგორც შენ გიყურებ აესე უკვე ხო ჟოზე საი როგორც შენ გიყურებ აესე ხო მოვიდა როგორც უკვე გითხარი ყვავილები მომიტანა და მითხრა კეთს ვიხრი თქვენი არტისტიზმის წინაშეო ჩემი მონოლოგი მოეწონა ბოლოს მაქვს ძალიან მაგარი მონოლოგი მაქვს არ შედრგეთ ხალხო შენ ხარ გული გამოსა და ყვავი მეგონა თეკლა მადლობა ვაიმე პატა გაგიჟდი რეს ლაპარაკ რა გავგიჟდი გამომართვეს პროფესორმა მაშუკა ყვავი ისიც გაგიჟდა პრინციპში ის ხო ისედაც წავიდა პატა სად არის აბა ეს ყვავი მითხარ სად არის და ტუალეტში თეკლა ტუალეტში? პატა, ესე მალე გაწვრთენი? გაწვრთენი რა თქვია? გაუხეკარებ მეთქი გავწვრთნი თქო და ეს კიდე გამოფრდა და მე შუბზე დამისყო კორტნა დათეკლა. აი ეს ნახე დღეს შემოგდო შეხედე. დაიწი უკა თეკლა გაიწი ვიფიქრე რომ გავწვრთნი მეთქი მივა იმათ აფრიდოთა კარებს და გამოსტერებს აუჩეს მეთქი მაგრამ რა გინდა? აი მე პატა, მაჩე მოდი ერთი წუთი, მოდი პატა, დაჯექი. პატა ძალიან მტკივა შუბლი. ძალიან მტკივა, მაგრამ კიდე უფრო უნდა მტკიოდეს ღირსი ვარმე. რა უნდა და აი ღირსი ვარმე უფრო უნდა მტკიო, რა უნდა და ვერ გავიგე, რა მე სამ შუბლსა და რა დამისყო კორტნა, რა უნდა და. აი ეთყობა ითიქრა ნეტა მაგის წინში ჩამახედაო. თეკლა. გადარჩები? პატა, გადარჩები, ხო, აბა რას ვიდე? არ მინდა. პატა, მოიხსნით, წავიდეთ ახლა ჩვენ ელენესთან შევიდეთ, ჭრილობას დაგიმუშავთ და ექიმი გამოვიძახოთ თუ გინდა. არ მინდა თეკლა ექიმი. მე არ წივი ვარ თეკლა და ყავყორნებს ვეომებ. არ მინდა. ეხლა რა ვქნა? წადია ბეჭო სადგომა, მაგრამ ვეღარ ადგები თეკლა ვერა. წამოდი. არ მინდა ვერ გაგტოვებ პატა. არ მინდა გეუბნები ჩემ ვინერიულებ ჩემზე აი ქვიგძგები და ესე დავიტანჯები არ მინდა. აი ვერც აბაზანაში ვეღარ შევალ და ჭუჭი შემჭამს. მაგრამ რა მნიშვნელობა გარდი ხომ ჭამს და ცოტა ჭუჭმას ჭამოს რა. ეგ მონოლოგი
მერე მომიყევით და ახლა მაინტერესებს ჟოზეზე მაინტერესებს აი გავუშვი მერე ჟოზეო რაო ნუ გითხარით რომ ყვავილები მომიტანა მოკლედ ბევრი ვისაუბრეთ ასე ვთქვათ ხო და აი ახალაც თვალწინე მიდგას ნუ აი შესანიშნავი ქალია ნუ არაჩვეულებრივი ქალია ახალი არა ზეთუნახავია ნუ აი ესე იგი ქალია? ქალი კი არა ქალმერთი ხო დავლიეთ ერთად დავლიეთ და სვავსეს შემდეგ განუმარტოვდით მკერდი აქ ისეთი მკერდსავსე ქალია განუმარტოვდით კარგით ეხლა ბატონო ფრიდონ ეხლა ეგ უკვე ეხლა რა მოხდა რა ვთქვი ახლა რა მოხდა და მგონი მეც ვიცნობ ჟოზეს ხო ესა ქერა ხო ეგ ჟოზე ქერა ხო შავით შავგრემანია ხო აი მაღალი ისეთი გამხდარი ხო ლაჩა ხო ანუ საშუალო სიმაღლე ცოტა პუტკუნა აი მე გეყოთ რა სხვა შეიძლება მოატყოთ მაგრამ მე ვერ მომატყუეთ რა რას გატყუეთ? რას მატყუებ და ჟოზე არის ლაშა ის მკერდსავსე ქალღმერთი კი არა დიახ ამ ყველაფერს მალავდი დიდხანს მალავდი მე მაგრამ თქვენ ვაქ არიყავით მე ყველას გამოუთხდი ბატონო ფრიდონ ის არ ცხენიათ რო იტყუებით მე მცხენია? დიახ არა მე უნდა მცხენოდე? არა თქვენ არ გცხენიათ? მე არ ვიტყუები მაინც მე არ იტყუები? არ ვიტყუები რა იყო ახლა ეს ნეტა ეს რა იყო ეს იყო ხელოვანი კაცის ფანტაზია ასე ვთქვათ აღამაფრენა იყო ეს რა არის იცით მე ვიცოდი რომ შენ იყავი ჟოზე და ეს სპეციალურად მოვყევი ეს ვიფიქრე სინდისი შეაწუხებს მეთქი შენს სად გაქვს შენ სინდისი შენ გაქვს სინდისი შენ რომ სინდისი გქონდეს შენ მეზობლებზე ფულს არ გააკეთებდი აი არა ეგ მართალი კია საიდან იცოდეთ ბატონო ფრიდო რომ მე ვარ ჟოზე ვიცოდი მე ვიცოდი მე რომ მე ახლა საქმე მაქვს მე დავიდე მე ჟოზეფინა ლაშა წავალ ახლა მეც უკვე წავიკითხე რაც არის საჭირო ჩავალ სტურუებთან ყველაფერს ამოვიტან და მოვალ და შინიჭირები ამას გაუფრთხილდი რა ჩემი თუნდაც ჩამოტანილია და აბა შენი აუცილებლად ყველაფერს მოვიტან როგორ გაუფრთხილ თვალის შინებს ო აბა აჰა კეთსავსეო რა არის ეს? კარგი ნიკა დავიტანჯე. შენ მოსმენით დაიტანჯე და მე კითხულობ მესმის და უნდა ვისწავლო ეს სიტყვები, აი ეს. რა სიტყვა არ მოხდა? სტალინგრადი. კარგი. შემოდი პატა, შემოდი პატა, ნუ გერიდება, შემოდი. მოდი აქ, მოდი. შედი, ნუ გერიდება. და აბაზანაში ვერ შედის, ყვავი ყავს იქ და ერიდებოდა აქ შემოსვლა. ყვავი? ხო. მოიცა მაგას ფიზიკოსი ატყავდა აბაზანაში? ხო, ფიზიკოსმა ყვავი აჩუქა და გაუფრინდა მერე პატას, შეფრინდა იმ აბაზანაში და ვეღარ შედის ახლა. რატო შიშველია ყვავი? ეშინია. ეშინია? აჰა. თქვენ გაიხარეთ ხალხო რა. რა ის ეს რა არის? სალამჭის და ჩემო ყვავმაყურანი. აბა. ყვავმაყურანი? ბავში. რა შინანაირი ბავში გამხდარ ხა რაღაცნაირი. ბავშვი, ჰა? რა ისეთ რაღაცებს სწავლობ მე მგონი დავბერდი. რა სწავლობ? ალინგრადებს. რას? რას და ისტორიაში აქვს მეორე მსოფლიო ომის ასწავლი და წუწუნებს ვერ სწავლობ. და რატო ვერ სწავლობ? ბავში.
რას ვესწავლოს? პატა, უბრალოდ წუწუნებს. თორე ისეთი ადვილია, მაგან კი არა მე ვისწავლე. რა არის ხლა? აი მომისვია რა არის? სტალინგრადში ერთ-ერთ შენობაში იყო გამაგრებული ორი საბჭოთა არმიელი. მეგობრები გმირებად არიან მე ესეთი შეტაცვლები. ხო და მოკლედ მე ამ ასე ვთქვათ 3 დღე იგერიებდნენ. 3 დღე მტერს. იგერიებდნენ 3 დღე ბოლოს ნუ ვეღარ გაუძლეს და შევარდნენ ეს ფაშისტები. ხო და ნუ მე მოკლეს ეს ორი მეგობარი. შემდეგ ამათ სანამ მოკლავდნენ დახმარების გამოძახება ხო მოუსწრიათ. მე მოვიდნენ ეს წითელ არმიელები და დაახევინეს უკან ამ გერმანელებს. ესაა და ეს სულეს, აი ძნელია ნიკა. კი. ვაი მე რაღაცნაირი ისტორია, რაღაცნაირი სევდიანი. ბავშვი რა არის აი როი დაიმახსო, ეგ უნდა წარმოიდგინო, გაიგე? რა? აი უნდა წარმოიდგინო რომ მაგალითად აი წარმოიდგინე ეხლა რომ აი ეს შენობა სადაც ის ორი გმირი მოკლეს არის აი სახლი ანუ ეს სახლი არის ის შენობა და წარმოიდგინე რომ აი ეს ორი მეგობარი არის ჩასაფრებული წარმოიდგინე ვერ რანაირად წარმოიდგინე შენ კიდე ადექი სადგინახავს ეხლა ადექი სადგინახავს წამოყოტრელებული წითელ არმიელი ადექი დავეხმარო ადექი ბავშვ დავეხმარო თაბო უშველის ვითომ უშველის წარმოიდგინე აჰა კარგი ხა დავეხმარო მოდი აი ჩაი გავმაგრდეთ. აჰა. ხო. აჰა. ბავშვ, ყურადღებით და წარმოიდგინე ახლა. 1942 წელია. 13 ნოემბერი. და ორი მეგობარი არის გამაგრებული შენობაში. გარედან ის მიწვიების შემზარავი გუგუნი და სროლის ხმა. წარმოიდგინე ბავშვი მოემზადე ლაშა. Вставай, страна огромная. Дум. Вставай, страна огромная. Расакет, ладно, расакет. Ой, Талиха. Расაკет, ბარე მათ ჩამიგდია. ცოტა შორს გადააბერა. ატა. სადარიან ჩვენ. სადარიან, ჰა? ამდენი ხანი აღარ ჩანენ. გავგიშდები რა, გავგიშდები გეშინია ლაშა. წითელ არმიელები ამხანაგებს არ მიატოვებენ. ხო, ეგ მართალია, მაგრამ 3 დღეა უკვე. 3 დღეა რაც თქვია წამალი გავითავდა. ო, 3 დღეა რაც არ მიჭამია. იმიტომ ლაშა რო ყველაფერი ერთ დღეს შეჭამე. Ада გული ცუც მიგზნობს. Ада, თუ ერთ-ერთი ჩვენთაგანი მოკლეს, ხო? პირობა დავდოთ, რომ მეორე მის ოჯახს მიხედავს. კი ბატონო, ლაშა შენ ორი შვილი გყავს. 4 წოლი, ოჯახი. ხა, ის შვილი. რა? როგორ ვინატო, ნეტა მე მოკვდებედი. ჩუბო პატა, ვიღაც მოდით, ხო? მანები არიან ნეტა? არ ვიცი. მოიცადე? Эй, стой, стрелять буду! ვიქარ, რა სტრელять будешь? კითხე იქნება ვინ არის? კარგი კითხავ. Мужик, ты наш? არაო. რატო დაიმალენ? რა დაიმალენ ხური მისრის ხე? ეს წეული ფაშისტები თუ არ გვიტევენ? რა შეგვიტევენ? რა შეგვიტევენ? რო გიყურებენ ჯგოროგონი ხარ და ო ისინი წარმოდიან არა ესენიც რამდენი არიან? რამდენი არის? არ ვიცი დავიცი. დაიცვი? დავიცი. როგორ დაიცვი ახლა დავიხსენე. მარჯვნიდან 15 მეტრი არიან. ხმაგა. მარცხნიდან 20. შუაში
ლამაზი პროფილი მაქვს ლაშა. ყველაზე ლამაზი პროფილი მაქვს ლაშა. ჩემზე ლამაზი პროფილი მხოლოდ ლენინს აქვს. არა და ესი არა თუ არ მქონდეს ეხლა გადავს მაქეგია ესი არა რო არ მქონდეს ლაშა ჩემზე კაგბის სინახავზე ვერ ნახავდი აბა დამჭრეს არა ლაშა რა დამჭრეს აბა ხილა კი რა დამჭრეს ტანზე ავდიოდი და რაღაცაზე ჩავფიქრდი ლაშა რაღაცაზე ჩავფიქრდი და ფიქრობდი ლაშა და შემდეგ ფეხი ამისრიალდა ლაშა ამისრიალდა ფეხი და გადმოვეში ამ ტანკიდან და წვეტიან კენჭზე ჩამოვარცხეს ლაშა აბა იცი რა მწარე იყო ლაშა აბა და რა ჩავფიქრდი ჩავფიქრდი და გვერდზე სანგარში ერთი გოგონა იყო ულამაზესი ზოია კოსმოდეინსკაიას გავდა ლაშა ზოია კოსმოდეინსკაიას გავდა და იცი რა ლამაზი იყო ლაშა მაღალი გამხდარი ეს ფორმაც როგორ უხდებოდა რო გამოვიდოდა ხოლმე ყველანი გაისუსებოდნენ და ყველა ამას უყურებდა თავზე ქუდი ეყურა და წინ დიდი ამ ქუდზე დიდი წითელი ვარსკვლავი კაშკაშებდა ლაშა გაგიდოდა ლაშა რა გავაკეთებ გადაგეფარე რა შენ კი არა ლაშა ნახევარსამთო კავშირს გადაეფარე არა ფერია პატარა ნაკაცია პატარა ნაკაცი პრინციპი როდესაც კომუნისტები ხდებოდნენ ლაშა ლაშა მომისმინე თუ თქვა არა მეხوار არა პატარა აუგეშინე არაფერი პატარა ნაკაცია თუ გამევლის პატარა ნაკაცია რა გინდოდა რატო გადამეფარე რა რომ მეგობარი ხარ პატარა მე რა გინდოდა მე რაცა საერთოდ ხდებოდა რაც გადამეფარე ბიჭო ვადა გულისოს მიხსნოს ვადა ვაიმე ფეხებს ვეყავსო გოი ლაშა რა მეხوارჭი ლაშა დაჭრილი ხარ ხوارდი ლაშა რა კვდები მაზი ხარ ფეხებს და დამეგუშა ვეღარა არა ლაშა კი არა ლაშა რა თქვა გაიქეცი დამტო არა ლაშა არა გაიქეცი არა ლაშა მე შენ გაგიყვან გაიქეცი არა მე შენ გაგიყვან აქ და რა გამიყვან გაიქეცი გაგიყვან ლაშა ვერა არა უნდა გაგიყვანო იგი აბა გამიყვანე კარგი მე შენთან ერთად დავჩები კარგი ვადა მგონი ვკვდები არა ლაშა რა სამი არა ლაშა შენ არ მოკვდი აიმე ლაშა ვაუ მაუ არა ლაშა მაუ Сталина, tu da Stalin, tu da Stalin, tu David. Odiva, muta zmao. Hitler ki ara. Hai. მე მოვიდნენ საბჭოთა არმიელები? მე მოვიდე, ხო. ადექი შენ კიდე პატა ადექი და დამიბუდა ეს ფეხები. დამაცადე ვეხი დამკვდარი ვარ კაცო. რა მოხდება
მოგწონა ცოტა ადრე რომ მოსულიყვნენ. ეხლა მიხვდი, გაიგე ყველაფერი? კი. თეკა სადა? სად არის თეკა მართლა? გაიქცა. გაიქცა? ხო. რატო გაიქცა? ნუნუს მიქსე რომ გატეხეთ მე თავში შველი. ნუნუს მიქსერი გავტეხეთ და თავ. ხო, აფეთქებს რა წყობით მაშინ გატნა. ვაიმე. დავიღუპეთ და რა მოხდა ლაშა? ომი დაიწყო. ლაშა, როგორ ახლა? რა ვიცი ლაშა, როგორ ვიქნები აბა? სულში დარდი მაქვს და აბაზანაში ყვავი მყავს და. იქით რო ყოფილიყო ჯობდა ის. სად მიდიხარ? ანუ კარგად ახარ ესე. რა ვიცი, კარგად. სად მიდიხარ, რა ხდება რა? სად მიდივარ და ნუნუსთან მიდივარ, აი მიქსერი უნდა ჩაუტანო, რო გაუტეხეთ. და ეს ორი რატო ლაშა, რომელიც მოეწონება ის? არა, პატ, არა. იმდენი იტუტუნა რომ ის მიქსერი ისეთი კარგი იყო, რომ ორს უდრიდაო რომ აი. ვა, ფიქრია? აქციონი მივიღე ისტორიაში. ვა, ოჯახ ნიკა რა ხედა, ესეთი გამართლა პატას მეთოდ, მაგრამ ხო. კარგია, ძალიან კარგი. ამიერი და სულ ასე გასწავლით ხოლმე გაკვეთილებს, არა პატა? კი, რა თქმა უნდა, კი, აბა რა. აბა ბავშვი, თქვი ახლა დღეს რა გასწავლი გაკვეთილი რა გა? ბუნებაში მაქვს ბაყაყების გამრავლება. მე წავალ, ყავს უნდა ვაჭამო. ხო, ერთი ორიანი კიდე არაფერს გიზავშებ, მიდი.